გამარჯობა ჩემო კარგებო. ეს ვიდეო იქნება ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჭილი, უბრალოდ აი პაჭკოს გარმონებივით რო იწელებიან ისეთი მამაკაცებისთვის მინდა ჩავწერო, ნუ რჩევაც იქნება და ცოტა შარჟიც ალბათ. აი გოგოს რომ წერ, უცხო გოგოს მომეწონე და იქნება ურთიერთობა, აგვეწყო. შეუჯახ აშენებულო. აი ამ ხნის ხარ, ამდენისაც ხარ. თბილისი კი არა, საქართველოა, ლამის ოთახნახევრიანი სივრცის, ხო? ჯერ იკითხე, ანუ მარტოა არ არის, პირდაპირ ესეთი ტექსტით რომ მიდიხარ, ხო მშვიდობა გაქვს. ანუ შეიძლება ისეთი შინაურის, ისეთი ვინმე აღმოჩნდეს, რომ სირცხვილისგან თავი ვეღარ გამოყო მერე გარეთ, არა? ნუ ეს ერთი, კარგი. სელავი, ასეთია ცხოვრება, მაღალი ალბათობით აუცილებლად გამოიძებნებიან ისეთი არამკითხე მოამბეები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ვარ იმდენად უსაქმური, ოღონდ ლამაზი ფორმით, რომ ჩემი ენერგია და დრო არ დავაფასე და ეს ვიდეო ჩავწერე და მიუძღვენი ვინმეს და სწორედ ასეთ ადამიანებს მინდა აქვე გიპასუხოთ, რომ ჩემო კარგებო, თავის დროზე რო ყველა მის ხმამაღლა ვთქვათ და გავაჟღეროთ, მიუთითოთ ადამიანებს და თავისი ადგილი მოვაძებნინოთ, ესე ვთქვათ, ან სწორი გზა ვაჩვენოთ. მერე აღარ იქნება ხოლმე სავალალო სიტუაციები და შედეგები, მინიმუმ სამყაროსთან ვიქნებით მართლები, რომ ჩვენ მაინც ვცადეთ რაღაც, რომ გზა დაგვენახებინა ის სწორი მიმართულება მიგვეცა და გვეთქვა, რომ ნუ არ არის სწორი, ან არ არის ლამაზი ქცევა, ხო? იმიტომ რომ სადღაც დედამ დააკლო ვიღაცას, ან დედამ არა, მაგრამ ბუნებამ დააკლო და ნუ ასეთად ფორმირდა. და ბოლოს ვიტყოდი ამას, ნუ რჩევას დავტოვებდი მამაკაცებისთვის, ვისაც არ გეხებათ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ვინც თვლით რომ გეხებათ, ზოგადად თუ გინდათ რომ ქალი მოხიბლოთ, აზემოსულობა, ღერძულიდან გადახრილობა არ არის, გაწელილობა არ არის, ჩავარდნილი საუბარი არ არის და გაწელილი და გაუგებარი და დაყენებული, ანუ არ არის ეგ, მოდაშიც არ არის უკვე, რა ვიცი, რომელი საუკუნეა. იყავით მოწესრიგებული, იყავით მატერიალურად შემდგარი ტიპები, განათლებულები იყავით და კაცები იყავით რა, იმიტომ რომ ძმა კაცისთვის კაცი და კაცებისთვის კაცური არ ნიშნავს, რომ კაი ტიპია, როდის ვიხდი, ანუ ქალთან როგორი ხარ, მაგითი განისაზღვრება შენი კაცობა. ამიტომ მიფიქრე ამაზე. და ხო, აუცილებლად სანამ გოგომდე მიხვალ, რამდენიმე რაღაცა მაინც წაიკითხე და ისწავლე, რომ ანუ ლამაზად მიხვიდე და არა ესე ხეპრესავით, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ამ Facebook-ზე რა, მე ხომ არ გვეცადა. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მიყვარხართ ყველა და წარმატებები ჩემო კარგებო.